იცოდი, რომ საქართველოს 13 ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. ეს ოქროს გზა ათენიდან იწყება. 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე საქართველომ პირველი ორი ოქრო მოიგო. ზურაბ ზვიადაორმა ძიუდოში, ხოლო გიორგი ასაინძენ ძალოსნობაში. შემდეგ პეკინში გადავინაცვლოთ. 2008 წლის ოლიმპიადაზე საქართველომ კიდევ 3 ოქრო აიღო. მანუჩარ გურკველიამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ირაკლი ცირეგიძემ ძიუდოში და რევაზ მინდორაშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში. შემდეგი გაჩერება ლონდონია. 2012 წელს აქ ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო მოუტანა. ამის შემდეგ გადავდივართ რიოში, სადაც 2016 წელს ოქროები მოიპოვეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ლაშა ტალახაძემ. ეხლა ტოკიოში გადავინაცვლოთ. 2020 წლის ოლიმპიადაზე ტალახაძე უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ლაშა ბექაურმა კი საქართველოს კიდევ ერთი ოქრო მოუტანა. ბოლო გაჩერება პარიზია. 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს 3 ოქრო მოიგო. ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ბექაურმა მეორე ოლიმპიური ოქრო აიღო, გენო პეტრიაშვილმა კი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმარჯვა.